ფიჭვნარის თავისუფალი ტურისტული ზონა პროექტი კვლავ განუხორციელებელია. ტერიტორიით, სადაც 30-მდე სასტუმროსა და გოლფ-კლუბის მშენებლობა იყო დაგეგმილი, ინვესტორები არ ინტერესდებიან. მიზეზად კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მშენებლობისათვის განსაზღვრულ ვადებს ასახელებენ. ქობულეთის მაგალითზე კი ნაციონალური მოძრაობა კვლავ რეგიონში საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე საუბრობს. ფიჭვნარში თავისუფალ ტურისტულ ზონაში დღეისათვის მხოლოდ ერთი სასტუმრო ფუნქციონირებს. ორის მშენებლობა კი ამ დრომდე არ დასრულებულა. აქვეა რამდენიმე სასტუმროსთვის გათხრილი საძირკველიც. დაპაუზებული აჭარის მაგალითი, ასე აფასებს მუნიციპალიტეტში საინვესტიციო გარემოს ნაციონალური მოძრაობა. ეს არის გაჩერებული, დაპაუზებული აჭარის ნიმუში. შეგიძლია თითოეულმა თქვენთაგანმა გამოხვიდეთ და ნახოთ. ეს არის დაკარგული სამუშაო ადგილები თითოეული ქობულეთელისთვის. ეს არის დაკარგული ადგილები იმ ადამიანებისთვის, იმ იპოთეკარებისთვის, იმ სოციალურად დაუცველებისთვის, რომლებიც რეალურად ელოდნენ მილიარდერისგან დახმარებას. გამგეობაში ირწმუნებიან, რომ მუნიციპალიტეტმა მასზე დაკისრებული ვალდებულება ბოლომდე შეასრულა. კონკრეტულად კი სანიაღვრე საკანალიზაციო სისტემა, გარე განათება და ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა. მუნიციპალიტეტმა თავის დონეზე ყველა ის აუცილებელი კომუნიკაცია მიიყვანა თავისუფალი ტურისტული ზონის ტერიტორიაზე, რაც აუცილებელი არის მაგალითად, რომ დაიწყოს ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი. ტურისტული ზონით ინვესტორების ნაკლებ დაინტერესებას მშენებლობისთვის განსაზღვრული მცირე დრო იწვევს, აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ კანონში ცვლილება იგეგმება, რომლის შემდეგაც ინვესტორს ობიექტის მშენებლობისათვის გონივრული ვადა მიეცემა. თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ კანონში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ინვესტორებს იმ შემთხვევაში თუ ინვესტორები დაარღვევენ ვალდებულებების შესრულებას, მათ შესაძლოა მიეცათ მხოლოდ 3 თვე დამატებითი ვადა ამ ვალდებულებების შესასრულებლად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული ცვლილებებით, რომ შევიდეს კანონში ცვლილებები. რეზო ხარაზის სასტუმროების კოლხეთის და ივერის რეაბილიტაციის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ობიექტები კახი-კალაძისა და ქართულ ჯგუფის საკუთრებაა. ამის მიუხედავად, სასტუმროების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რამდენიმე წელია არ დასრულებულა. საკითხზე გამგეობაში ამბობენ, რომ უწყება ობიექტების მეპატრონეებს წერილობით გაფრთხილებას მისცემს. კოლხეთის მფლობელმა კახი-კალაძემ დღეს ჩვენ სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა.